შეიძლება დასრულდეს და როგორ შეიძლება იყოს ის გრძელვადიანი მშვიდობა, რომელზეც ასე ბევრს საუბრობენ პოლიტიკოსები. გიორგი ხატიაშვილი ჩაგვერთვება ახლა ჩვენ მისისიპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი. გიორგი დილამშვიდობისა, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მადლობა მოწვევისთვის. გიორგი, პირველ რიგში რომ დავიწყოთ ამ ბოლო დინამიკით. ვიტკოფი და კუშნერი მოსკოვში იყვნენ, მოსკოვიდან წამოვიდნენ და ახლა უკვე უნდა შეხვდნენ უკრაინელებს და რაღაცნაირად ამ ეტაპზე არის ახლა ეს მოლაპარაკებები, ხო? შეთანხმება იყო ამგვარი, რომ მოსკოვის შეხვედრის დეტალების შესახებ მონაწილეები საჯაროდ არ ისაუბრებდნენ. თუმცა თავისთავად სულისკვეთება ამ შეხვედრისა იყო მიმართული იმისკენ, რომ უფრო ესეთი კონკრეტული შედეგებისთვის უნდა მიეღწიოთ. თუმცა ეს შედეგები არ ჩანს. რა ხდება ახლა? რას ველით და რა ვიცით საჯარო ინფორმაცია იმის შესახებ რა ხდებოდა მოსკოვში? მოგესალმებით. რა თქმა უნდა, ალბათ ეს მოლაპარაკებებიც მისდევს იმ ერთ ცნობილ პრინციპს, რომ სანამ ყველაფერი არ არის შეთანხმებული, არაფერი არ არის შეთანხმებული. ხო, როგორც პუტინის მრჩეველმა ბატონმა უშაკოვმა განაცხადა, ამერიკელებმა ჩამოიტანეს 4 დოკუმენტი. ხო, ეს რა შეიძლება ეს 4 დოკუმენტი იყოს? ვივარაუდებთ, რომ ის 28-18 თუ რამდენი პუნქტიც დარჩა, ის ალბათ გაიყო სხვადასხვა დოკუმენტებად, იმიტომ რომ იქ ხა სხვადასხვა მიმართულებებია, ხო? ხა ტერიტორიული საკითხი უფრო რთულია და ეხა იქ დნეპრზე ნავიგაციის საკითხი და ეხა პორტების დებლოკირება და ასე შემდეგ გაცილებით იოლი საკითხია. ალბათ რაღაცა საკითხებზე უფრო წინ წავიდნენ, რაღაცა საკითხები რა თქმა უნდა რჩება გადაულახავ პრობლემად და მთავარი რატომაც ვერ შეთანხმდნენ ისევ და ისევ ეხა ჯარის საკითხი და ნატოს საკითხი ჩემი ღრმა წმენით უფრო მოგვარებადია. ეს არის ტერიტორიული საკითხი, უბრალოდ პუტინის მოთხოვნა რომ უკრაინამ ევაკუაცია მოახდინოს იმ დონეცკის ოლქის დარჩენილი ნაწილის, რომლის აღებასაც რუსეთის არმია შეიძლება შემდეგი 3 და 4 წელი დასჭირდეს, ხო? ეს უკრაინისთვის სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე გამაგრებული ნაწილია და რთულია და მეორე პოლიტიკური ფასი, ხო? ანუ სულ რომ მოინდომოს ზელენსკის ამის გაკეთება, ხო, ხვალ შეიძლება ახალი მაიდანი დაიწყოს, ხო, კიევში. შესაბამისად, ეს არის ურთულესი საკითხი, რომლის ასე ვთქვათ, ისეთ საკითხია, რომელიც ესე ვერ მოგვარდება, ხო, ანუ რაღაცა შუალედური გამოსავალი არ არსებობს. ის კაცი ამბობს, რომ ომი გაგრძელდება, თუ არ გავლენ უკრაინელები, ჩვენ ვიომებთ. შესაბამისად, ცეცხლის შეწყვეტა ვერ ხერხდება ამ, და სხვა, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. გიორგი, თავისთავად აქ პუტინმა განცხადებაც გააკეთა, სანამ შეხვედრა დაიწყებოდა, ხო? მან მთლიანად გართულება დასრულების ამ ომის დააბრალა ევროპელებს. და თქვა, რომ სწორედ ისინი უშლიან ხელს ახლა ამ პროცესს. რას ემსახურება მისი ეს განცხადება ახლა და თავისთავად რა ჩანს, რა არის რუსეთის რეალური გეგმა ამ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით? ხო, აქ რა არის ახლა ამერიკელები კი ბატონო იარაღს ყიდიან და ეხმარებიან, მაგრამ ევროპელები ყიდულობენ და ასე ვთქვათ ეს ყელში ეჭხირება ევროპის ეს პოზიცია ვლადიმერ პუტინს ერთის მხრივ, მეორე მხრივ უფრო ის სიგნალია, რომ აი მე ჩვენ და ამერიკელები ნელ-ნელა ვლაგდებით, ან დავლაგდებით და აი ევროპელები ხელს გვიშლიან, ევროპელები აგულიანებენ, ამხნევებენ ზელენსკის, რაც ასე ვთქვათ შემდეგ პრობლემას წარმოადგენს, ასევე სიგნალი ამერიკელებისთვის, რომ მოუარეთ ევროპას, ან არ მისცეთ ევროპას უფლება, რომ ჩაგუშალოს ჩვენ ის გეგმა, ის შერიგება თუ დეტანტი, რომელსაც ჩვენ ვაპირებთ, რომ განვახორციელოთ. შესაბამისად, ამ კუთხით მიუხედავად იმისა, რომ ესე ვთქვათ, ეს კრიტიკული განცხადებები გაისმა ევროპის ხრიდან, ხო, ახლა ევროპის შესაძლებლობების ამ კუთხით ლიმიტირებული არის, ისი გაკეთება შეუძლია, ან რანაირად შეუძლია, რომ ამ სამშვიდობო პროცესში ჩაერთოს. ამასთან ერთად ამერიკული პოლიტიკის, საგარეო პოლიტიკის კონცენტრაცია და მათ შორის სამხედრო ძალის ხდება ვენესუელის გარშემო, ხო? ერთ-ერთი წამყვანი თემა არის ახლა ეს ამერიკულ შიდა პოლიტიკაში. ტრამპი ამბობს, რომ ნარკოკარტელებს ებრძვის იქ და მათ შორის სახმელეთო ოპერაციები შეიარაღებულ ძალებს არ დაუწყეთ, მაგრამ მან ნებართვა მისცა CIA-ს, რომ დაეწყო სახმელეთო ოპერაციები ჩაეტარებინა და ამავდროულად ზღვაში არნადგურებენ პატარა გემებს შედარებით, რომლითაც ნარკოტიკები გადააქვთ. რა ადგილი უკავია ამ საკითხს ახლა ამერიკული საგარეო პოლიტიკის წარმოების მიმართულებით? ხო, ეგ ძალიან საინტერესო საკითხია მრავალ მხრივ, იმიტომ რომ ერთის მხრივ ტრამპიზმი დგას
ინტერვენციონიზმის კრიტიკაზე და ყოფილი რესპუბლიკელი თუ დემოკრატი პრეზიდენტების კრიტიკაზე, რომელთაც ამერიკა უაზრო ომში ჩართეს. მეორე მხრივ კი ვხედავთ, რომ აი მიმდინარეობს, ასე ვთქვათ, სამხედრო წნეხი ვენესუელაზე. ხო, აქ ლაპარაკი იქნება თუ არა შეჭრა, დიდი ალბათობით, წინარე გამოცდილებები და თქვათ ის, რომ მას სურს რომ შეინარჩუნოს იმიჯი, რომ სამშვიდობო და მშვიდობის პრეზიდენტია, დიდი ალბათობით მას სურს რომ მადურო ჩამოაგდოს შეჭრის გარეშე, უბრალოდ წნეხით და რაღაცა მოლაპარაკებებით, რაღაცა გარანტიებით. ერთის მხრივ, მეორე მხრივ ეს განცხადება რომ კარტელებს ებრძვის, კი ბატონო, ეს ნავების ჩაძირვაც და რაღაცა ნაწილი ალბათ ნარკოტიკის ვენესუელიდანაც მიედინება, მაგრამ ახლა თქვა სიმართლე რომ არ არის ხა თავარი ნარკო ტრასა და ნარკოტრაფიკერი ქვეყანა ამერიკისთვის ვენესუელა ნამდვილად არ არის. ხო ვიცით ჩვენ ხარ დავასახელებით ქვეყნები ლათინურ ამერიკაში, რომელიც გაცილებით დიდი წვლილი შეაქვთ, თქვათ ამერიკაში ნარკოტიკების შედინებაზე. მაგრამ ახლა ეს საკითხია, ისედაც მადუროსთან არ ცნობენ, თან ასე ვთქვათ, გადამტერებული არიან ვენესუელის მოქმედ რეჟიმთან და ეს საკითხიც ასე ვთქვათ გამოიყენება, რომ ვთქვათ განხორციელდეს წნეხი მადუროს რეჟიმზე. ამასთან ერთად ჩვენ ვხედავთ, რომ ერთგვარი სამზადისი უკვე იწყება მომავალი წლის არჩევნებისათვის, ხო? მათ შორის კამპანიური ხასიათის სამზადისი. ძალიან დიდი კონცენტრაცია მოხდა კვლავ იმ თემებზე შიდა პოლიტიკურად, რომელიც ტრადიციულად ტრამპისათვის წარმატებულ თემებად მიიჩნევა. ერთი მხრივ საგარეო მხრივ ეს არის აი ნარკოტიკებთან ბრძოლა და ვენესუელაში მიმდინარე ეს პროცესი და მეორე მხრივ ეს არის როგორ იყენებენ ჩამოსული ემიგრანტები ამერიკულ გადასახადის გადახდელების ფულს, ხო? აი დიდი სკანდალი ახდა მინესოტა შტატში, თუ სწორად მახსოვს, გაფლანგულ მილიარდს. ხო, მინესოტა შტატზე იყო ლაბა. საიდანაც ილხან ომარი არის, მინესოტა შტატი და ილხან ომარსაც ძალიან საჯაროდ დაესხა თავს ტრამპი. როგორ შეიძლება დავინახოთ ეს პროცესები? არის თუ არა ეს სამზადისია, ეს თქვი პლატფორმის მომზადება მომავალი არჩევნებისათვის, რომელიც კონგრესის არჩევნები უნდა გაიმართოს? კი ბატონო, ესე შეიძლება დავინახოთ, თან ამას დაემთხვა, რა თქმა უნდა, ამ დედაქალაქში ამ ავღანელი ემიგრანტის მიერ ორი, თქვათ, სამხედროს ესე იგი მოკლა ხო, ორივე გარდაიცვალა. ერთი გარდაიცვალა კი და მეორე მგონი ეხლაც ებრძვის სიკვდილს. ხო, უკაცრავად, ხო, ესე თავდასხმა, ხო? ეს როგორ ესე იგი ავღანელი, რომელმაც ერთ-ერთ უკანასკნელ თვითმფრინავზე გამოასწრო ავღანეთში, როცა იყო, თქვათ, იქ დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოს ემსახურებოდა და დღეს ეს ჩაიდინა და ეს რა თქმა უნდა აძლიერებს იმ ნარატივებს, რაც ისედაც ჰქონდა ხო ტრამპს და დღეს უკვე ისეთ საკითხებზე გადავიდა, როგორც არის, რომ რაღაცა ქვეყნებიდან საერთოდ უნდა შეწყდეს, თქვათ, იმიგრაცია ამერიკაში, უნდა გაუკვდეთ ავღანელებს მწვანე ბარათიც კი და პირდაპირ თქვა, რომ სომალელები ამერიკაში არ მინდა ხო, პირდაპირ თქვა. შესაბამისად, ეს უფრო მძიმე ანტიიმიგრანტული განწყობები და განცხადებები, ესე ვთქვათ, რა თქმა უნდა, არის ამ ტრამპიზმის გაგრძელება, უბრალოდ უფრო გაძლიერება, ასე ვთქვათ, სტეროიდებზე შესმა და რა თქმა უნდა ეს წინასარჩევნო იმის ნაწილიც არის. ახლა ეს ანტიიმიგრანტული განწყობები რაღაც სეგმენტში მოსახლეობის ძლიერია, ამას ემატება შიში და ამ შიშის გაღვივებაც, ხო? მარტო შიში ხო არ არის, ეს არის შიშის არსებული, არარსებული, თეორიული, აბსტრაქტული თუ რეალური შიშის გაღვივება. და მე ამ შიშზე პოლიტიკური კაპიტალიზაცია, რომელსაც ამ კაც ბრწყინვალედ გამოდის ჯერ კიდევ 2015 წლიდან, როცა თქვა, რომ ესე იგი სამხრეთის საზღვარი პრობლემაა, მექსიკელები პრობლემაა, კედელი ასაშენებელი და ასე შემდეგ. ეს ასე ვთქვათ, შიშის დათესვა და მე ამ შიშზე პოლიტიკური კაპიტალიზაცია დონალდ ტრამპს ბრწყინვალედ გამოსდის. ხომ არ გამოსდის მას ასევე რეალობის დანახვაც ამ გაგებით, ხო? რა აწუხებთ რეალურად ამერიკის მოქალაქეებს და ხო არ აქვს ეს პრობლემა მეორე მხარეს დემოკრატიული პარტიის სახით. იმიტომ რომ ახლა ბოლო დღეებში უყურებდი და აი მთავარი თემები, რაზეც აქცენტირებენ პარტიები, ხო? აი იქით აი ტრამპი აქცენტირებდა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაზე, უსაფრთხოებაზე, როგორ არ უნდა გაიფლანგოს ფული და მეორე მხრივ დემოკრატიული პარტიის მთავარი გზავნილები უკავშირდებოდა მაგალითად იმას, რომ ამ ვენესუელიდან მომავალი რაღაც
გემის განადგურებისას, რატო გამოიყენეს მეორედ რაღაცა ბომბი და რატო ამოხოცეს ყველა ვინც იქ ადგილზე იყო და როგორ იყო ეს სამხედრო დანაშაული, ხო? აი თითქოს მთელი გზავნილი აქეთკენ იყო წასული. აი თითქოს მაინც ვერ პოულობს დემოკრატიული პარტია იმ პლატფორმას, რითიც შეუძლია დაუპირისპირდეს რეალურად დონალდ ტრამპს. ნუ აქ ხა რამდენიმე ფენაა გასაშლელი. ერთი რომ ნუ ხა პარტია რომელიც ოპოზიციაშია, ხო ხა კი მესიჯი უჭირთ და რა ცდილობენ ჩამოყალიბდნენ. მეორე მხრივ ხა ეს ისეთი ასე ვთქვათ ისეთი ინფორმაცია გაჟღერდა, რომელიც ახლა მათ ნებისმიერი ოპოზიციური პარტია ამაზე კაპიტალიზაციას შეძლებდა, რომ ედავებიან ამერიკის თავდაცვის მინისტრს ჩვეულებრივ სამხედრო დანაშაულს, რომ ჩაძირული თქვათ ნავიდან გადარჩენილი ადამიანებს მეორეჯერ ესროლეს და ეს ახლა ნუ რა იყო როგორ ახლა არავინ არ იცის, მაგრამ ნუ ედავებიან სამხედრო დანაშაულს და ნუ ახლა ეს როგორც ოპოზიციური პარტია პლუს პარტია რომელიც დიდი ხანი ამტკიცებს რომ ხო რომ ავტორიტარიზმი მოვიდა ამერიკაში, ამათ ავტორიტარული მიდრეკილებები აქვთ, არღვევენ კანონს ყველანაირს, ახდენენ იმიგრანტების დემონიზაციას და ასე შემდეგ, ასეთ კუთხით, ნუ ამ პარტიას ასე ვთქვათ, ახლა შანსი მიეცა რომ ეს თავისი მესიჯი კიდევ ერთხელ გააჟღეროს და შესაბამისად ეს საკითხი ასე ვთქვათ წინ არის წამოწეული, როგორც ასევე სხვა საკითხები, მათ შორის ეპშტეინი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რამდენად იქნება ეს თემები ის რის გარშემოც გაიმართება მომავალი არჩევნები? როგორ გამოიყურება ახლა? არჩევნებს გულისხმობ კონგრესის არჩევნებს და არა საპრეზიდენტოს, ხო? არჩევნებს, რომელიც ახლა ორივე მხარისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ეს თემებიც იქნება ეკონომიკა, იმ კუთხით, რომ თუ რეცესიას, ერთის მხრივ რეცესიას გადარჩა ამერიკა, ნუ თუ რეცესია დაიწყო, რა თქმა უნდა, ეს რესპუბლიკელებისთვის პრობლემა, მეორე მხრივ სატარიფო ომი და ეს საბაჭრო ომი რა შედეგებს მოიტანს, ნუ უმაღლესი სასამართლოც რაც გადაწყვეტს, აქვს თუ არა პრეზიდენტს ასე ფართოდ ტარიფების დაწესების უფლება, ესეც თქვათ ითამაშებს როლს, ასევე როგორც რა თქმა უნდა იმიგრაცია რა ქვეყანა გვინდა, როგორ გვინდა, ესე ვთქვათ, მითერმები ძირითადად არის ხოლმე უფრო საპროტესტო ელექტორატი უფრო მობილიზდება, იმიტომ არის ხოლმე რეფერენდუმი პრეზიდენტის ორ განვლილ წელიწადზე. შესაბამისად, დემოკრატებს ამ კუთხით აქვთ უპირატესობა იმ კუთხით, რომ არც დედამიწის ზურგზე ხო არც ერთი მოქმედი პრეზიდენტი ვერ ინარჩუნებს ისეთ პოპულარობას. მის პოპულარობა ეცემა და ამ კუთხით დემოკრატებს შეუძლიათ კაპიტალიზაცია იმ უკმაყოფილებაზე, ანტიტრამპისტულ თქვათ განწყობებზე და თქვათ გაიმარჯვონ. ნუ აქ პრობლემა ხა სხვა ამერიკის შიდა პოლიტიკურ გეოგრაფიაში შევიდეთ, აქ პრობლემა ოლქები როგორ დაიხაზება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, იმიტომ რეალურად სხვაობა მიუხედავად იმისა, ხო არ არის პროპორციული სისტემა, არ აქვს შესაბამისად შეიძლება დემოკრატებმა მეტი ხმა მიიღონ, შეიძლება მილიონობით მეტი ხმა მიიღონ, მაგრამ სხვაობა არის ხოლმე დღევანდელ კონგრესშიც კი რესპუბლიკელებს რამე 3 თუ 4 ადგილიანი უმრავლესობა აქვთ. ამასთან ერთად, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ტრამპის ადმინისტრაციაზე, საგარეო პოლიტიკის ნაწილს რომ დავუბრუნდეთ კიდევ ერთხელ, აი ახლა გამოქვეყნდა დოკუმენტი, სადაც პრიორიტეტად გამოცხადებულია რუსეთთან ურთიერთობების დალაგება, ხო და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა. ამ ხრივ თუ შეიძლება ვისაუბროთ რაღაცა გრძელვადიან ხედვაზე, რომელიც ტრამპის ადმინისტრაცია შეიძლება ჰქონდეს, რას ნიშნავს, როგორ უნდა იყოს მათი ურთიერთობა ევროპასთან და რას ნიშნავს ურთიერთობების დალაგება რუსეთთან. როგორ ხედავენ ამას ჩინეთთან ურთიერთობების ჭრილში? ხო, ხა რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას, ნუ დაახლოებით აი ეს კუშნერ უიტკოფის პუნქტებს თუ გავეცნობით, ასე მოჩანს მშვიდობა ამერიკულად, რომ თუ და როდესაც ცეცხლი შეწყდება, შემდეგ უკვე ნუ სანქციების ეტაპობრივი მოხსნა, 300 მილიარდი, რომელიც ლუქსემბურგშია და ბელგიაში ამ ფულის რაღაცა ნაწილი უკრაინას მოხმარდება, იმ რაღაცა ნაწილის მოგება ამერიკელებს დარჩებათ, შემდეგ დანარჩენი ნაწილი საერთო პროექტებში დაბანდება და ალბათ ნუ იქ რა იქნება არქტიკის ათვისება და საერთო ბიზნეს პროექტები და შეიძლება იყოს თეორიული გათვლა, რომ ამით ჩვენ თქვათ რუსეთს ჩინეთს ჩამოვაცინებთ. და რუსეთი აღარ იქნება ჩინეთის მოკავშირე, თუმცა მე ამერიკელები ესეთი მიამიტები არ გონიან, რომ ახლა რაღაცა
ფსევდო თუ არა ფსევდო ეკონომიკურ ბენეფიტებზე და რაღაცა ჰიპოთეტურ ომის შეჩერებაზე რუსეთი ახლა ბევრს საუბრობდნენ ამ რევერს კისინჯერის შესახებ, ხო, რომ აი იგივე რაც კისინჯერის, ანუ ნიქსონის ადმინისტრაციამ მოახერხა ჩინეთთან მიმართებაში, რომ ის საბჭოთა კავშირის გამოსტაცეს როგორც პარტნიორი და პირიქით გახადეს საკუთარ პარტნიორად, ახლა იგივე არის რუსეთთან შესაძლებელი, ხო? ალბათ ეს ისტორიული ფაქტების თვალსაზრისით ძალიან არაზუსტი მოლოდინი იქნება, იმიტომ რომ იქ უკვე არსებობდა კონკრეტული ძალიან ხელშესახები კონფლიქტი საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს შორის, რომელიც უბრალოდ დაინახა ამერიკამ და გამოიყენა. აქ ამგვარ კონფლიქტს შეჯერობით არ უჩანს პირი. რა თქმა უნდა, ანუ კისინჯერმა რაც ხნა ის იყო, რომ უკვე ჩვენ ვიცით, ხო 68-79 წლებში ცეცხლი ქონდა, ანუ საზღვართან ომი ქონდა საბჭოთა კავშირს და ჩინეთს. შესაბამისად, მინიმუმზე იყო ურთიერთობები და ამ ეს ნაპრალი და ეს ასე ვთქვათ გაყინული ურთიერთობები დაინახა ჰენრი კისინჯერმა და ნიქსონმა და ამაზე დააშენეს და ასე ვთქვათ უკვე გაფუჭებული ურთიერთობების შედეგ შეეცადნენ ჩინეთთან დაახლოებას. ამავდროულად არ დაგვავიწყდეს, რომ ამავდროულად ნიქსონის ადმინისტრაცია დეტანს და ასე ვთქვათ გადატვირთვას თუ როგორც დავარქმევთ, პოლიტიკას აწარმოებდა საბჭოთა კავშირიდან. ანუ ნორმალიზაცია მარტო ჩინეთთან არ მიდიოდა საბჭოთა კავშირთანაც. ეს ერთი, ხო, ანუ იყო წინარე დაპირისპირება, რომელთაც ისარგებლეს ამერიკელებმა. აქ ჩვენ არანაირი წინარე დაპირისპირება არ აქვს, ხო? რუსეთი და ჩინეთი ერთგული მოკავშირეები არიან, მეტნაკლებად ვიცით ჩვენ, რომ ჩინეთს ღიათა აქვს განცხადებული, რომ მას არ სურს რუსეთის დამარცხება ამ კონფლიქტში. ვიცით, რომ ჩინეთი ვაჭრობს რუსეთთან, ყიდულობს მის ნახშირწყალბადებს, აწვდის ნახევრად სამხედრო დანიშნულების, არასამხედრო დანიშნულების, ჩიპები, დრონების მასალებს, ყველაფერს, მოკლედ, ჯერჯერობით რუსეთი, ჩინეთი ერთგული მოკავშირეები არიან და მეორე მხრივ არ ჩანს მიზეზი, რატომ უნდა დაშორდეს ახლა რუსეთი ჩინეთს და რაღაცა ეფემერულ მეგობრობის გზას დაადგეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამას ერთად უნდა ვიკითხოთ აუცილებლად ტრამპის საერთო დამოკიდებულება ნატოს და ევროპის მიმართ. ხო, ეს ბევრ ამას წყვეტს. ახლა გუშინ წინ მას ჰქონდა ძალიან კრიტიკული შეფასება ესპანეთთან დაკავშირებით, რომ ესპანეთმა არ გაზარდაო ხარჯები 5%-მდე. და რამდენად არასწორი საქციელია ესპანეთის მხრიდან ამის გამო აკრიტიკებდა ტრამპი. თუმცა საერთო ჯამში რა ეტაპზე არის ახლა ეს ტრანსატლანტიკური ერთობა, ხო, რომელმაც ეს ყველაზე გრძელვადიანი მშვიდობა მოიტანა ალბათ ევროპის ტერიტორიაზე. ესე იგი, რა თქმა უნდა, პირველი ვადიდან ჩვენ მოყოლებული ჩვენ ეს ასე ვთქვათ, ეს ფილმი ნანახი გვაქვს, რომ არის მუდმივი წუწუნი, რომ ევროპელი მოკავშირეები არ იხდიან, ეს ცოტა უფრო გაძლიერებული ამ კუთხით, მოთხოვნებით გაძლიერებულია იმ კუთხით, რომ იყო 2% მთლიანი შიდა პროდუქტის, ეხლა არის 5%. მთლიანი შიდა პროდუქტის და აქ კითხვა უნდა ესპანეთი უბრალოდ ასე პირდაპირ ეჯახება ტრამპს და ამბობს, რომ არ გავზდით ან ვერ გავზდით. აქ კითხვა ვინც პირდება, კიდე ის როგორ აპირებს ამ 5%-მდე ხარჯების გასდას, ეგეც საკითხავია. ეხლა ვიცით ჩვენ ევროპის ქვეყნის ბიუჯეტები რა დღეშია და ეხლა იქ როგორ აპირებენ GDP მეშფს 5%-მდე სამხედრო ხარჯების გასდას, ეგეც საინტერესოა, მაგრამ სხვა ქვეყნებს ვთქვათ ყოფნით ეს დიპლომატიური, რომ კი ბატონო გავზდით და მე ახლა გაიზრდება არ გაიზრდება, ახლა ვინ არის მაგის მოკითხველი, ხო და ამის მიღმა რა თქმა უნდა ალიანსი ინარჩუნებს ასე ვთქვათ ერთობას და სამხედრო კომპონენტს და ასე ვთქვათ ამერიკის მგზაობას, რომ ევროპას დაიცვას მინიმუმ ხაღალზე ეს არსებობს და იმედია და პრაქტიკაში არსებობს და იმედია ასე ვთქვათ რუსეთსაც ჯერათ, რომ პრაქტიკაში ეს არსებობს, შესაძლოა არ გადავლენ დატესტვაზე, ასე ვთქვათ, ნატოს მეხუთე მუხლი არსებობისა კიდევ ძალაშია თუ არა. ხო, იმიტომ რომ აქ მთავარი რაზეც პუტინი ძალიან ხშირად საუბრობს, არის რომ აი ევროპელები როგორ ემზადებიან ომისთვის. ფაქტია, რომ აი ეს ევროპული სამხედრო ინფრასტრუქტურის აღორძინებისგან გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად არ არის ის, რაც მას მოსწონს. პირიქით, ის ძალიან უკმაყოფილოა ამით, ხო? იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ის ამბობს, რომ ჩვენ მომავალი წლიდან ვაპირებთ, რომ ხარჯები შევამციროთ სამხედრო თვალსაზრისით და ევროპელები კი ზრდიან. რისთვის ემზადებიან ისინი? რისთვის ემზადებიან ევროპელები? რა ჩანს ამ ყველაფრიდან? ხო, აქ ხო ის არის, რასაც ქვია ეს ესკალაციის საერთაშორისო ურთიერთობაში, ამ ესკალაციის დილემა თუ როგორ ითარგმნება, ესე იგი, რომ შენ ფიქრობ, რომ დაუცველი ხარ, სდი შენ შეიარაღება სამხედრო ხარჯებს, მაგრამ ეს იწვევს სარკისებრ ეფექტს მეორე ქვეყანაში, რომელიც შენ შეიარაღებას არა თავდაცვით ნაბიჯად, არამედ თავდასხმით ნაბიჯად განიხილავს და ეს მუდმივი ესკალაციის, ესე ვთქვათ, კიბეზე ასვლა მიმდინარეობს. ამ კუთხით ახლა ევროპელები ომისთვის ემზადებიან, პირიქით არის, ხო, ევროპა
თვლის და ფიქრობს რუსეთი საფრთხეა და ანუ ზრდის სამხედრო ხარჯებს. აქაც ხო რეალობა როგორია ხა რა თქმა უნდა ბალტიისპირეთისთვის საფრთხეა. რაც შეეხება დანარჩენ ევროპას, ეხლა ბირთვული იარაღს თუ გამოვაკლებთ, ამ წუთისთვის ქვეყანას, რომელსაც რაღაცა დონეცკის 3 და 4 ქალაქის აღება 8 და 9 და 12 თვე სჭირდება, პოლონეთს და ფინეთს ნამდვილად ხა ვიცით, რომ პოლონეთს და ფინეთს გამართული ჯარები ყავთ და ძალიან ესე ვთქვათ, პოლონეთის და ფინეთის დასაღეჭი კბილი ამ წუთას რუსეთს ნამდვილად არ აქვს ბირთვული იარაღის მიღმა. შესაბამისად, თქონდა საფრთხე არსებობს. მეორე სხვა ხა რიტორიკა საჭირო აუცილებელი იმ კუთხით, რომ პოლიტიკურად შეამზადო ნიადაგი, თუ სურს ხა სამხედრო ხარჯები გაზარდო და ასე ვთქვათ, ასევე მოსახლეობაში ესეთი პოლიტიკური მობილიზაცია გამოიწვიო, საჭიროა ასე ვთქვათ რიტორიკა, მაგრამ რიტორიკის მიღმა თუ რეალურ ფაქტებს ავიღებთ, ახლა ამ წუთისთვის ნამდვილად ფინეთის და პოლონეთის მომრები რუსეთი ომის წარმოება კი შეუძლია, მაგრამ მომრები არის თუ არა ეს კიდე საკითხავია და მეორე სურვილი, ხო? პოლონეთს კიდე როგორ უნდა დაესხას თავს, იმიტომ აი როგორც უკვე ვთქვი, დონეცკი ვერ აუღია რუსეთს ამ წუთას და ეხლა. შესაბამისად, არის ეს რიტორიკა და არის რეალური სამხედრო გადანაწილება ევროპაში. გიორგი, უკრაინაზე მინდა რომ აი დასრულისკენ მივიდივართ, მაგრამ უფრო დეტალურად ვიკითხო და მოვისმინოთ შენი დაკვირვება. ეხლა ჩვენ ძირითადად ამერიკული პოლიტიკის განმოსახედიდან საუბრობდით, ხო, როგორ შეიძლება იყოს უკრაინული პოლიტიკის პერსპექტივა ამ ომის დასრულების დროს და დასრულების შემდგომ. ერთი ჩვენი ადგილობრივი სამამულო მსოფლიო დიპლომატიის მკვლევარი სახელს და გვარს კიდევ ერთხელ არ დავასახელებ ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარე მიიჩნევს აგერ საჯაროდ ინტერვიუებს იძლევა რომ უკრაინა დაიშლება აუცილებლად რომ პოლონეთი წაიღებს რაღაცა მის დასავლეთ ტერიტორიებს რომ იქ ჯარები აიღებენ კიევს და ასეთ სურათს ხატავს. ეხლა ამას მოისმენ NTV-ზე და ORT-ზეც, ხო? მაგრამ რეალურად ამ კონფლიქტის დასრულება ამ საზღვრებში რა შესაძლებლობებს აძლევს უკრაინას და რა საფრთხეების წინაშე აყენებს? ხო, ანუ კონფლიქტის გაყინვა ერთის მხრივ რა თქმა უნდა ეს იქნება ამოსუნთქვა უკრაინისთვის. მეორე მხრივ წარმოჩინდება სხვა ის პრობლემები, რომელიც მინავლებული იყო. და პირველ რიგში ის არის ის უკრაინის დამოუკიდებლობიდან არსებული პოლიტიკური ფრაგმენტაცია, რომელიც უკრაინის ასე ვთქვათ სენია. ალბათ ეს საკითხი უფრო წინა პლანზე წამოვა, თუ სამხედრო მდგომარეობას გაუქმებენ და იმ უიტკოფ კუშნერის გეგმაში არის ცეცხლის შეწყვეტიდან 100 დღეში არჩევნები. ნუ ისიც საინტერესოა, ხა იქ მშვიდობის გეგმაში საერთოდ უკრაინაში არჩევნები როდის ჩატარდება საერთაშორისო მოლაპარაკებების საგანი რატომ არის, მაგრამ ნუ ეგ დიდი ალბათობით რუსები რა თუნდა დიდი ალბათობით ღიად ამბობს პუტინი რომ ზელენსკი არალეგიტიმურია და ალბათ კატეგორიულად ითხოვენ რუსები რომ არჩევნები ჩატარდეს და ზელენსკი წავიდეს და შეიძლება არის გათვლა რომ თუ ცეცხლი შეწყდება მუდმივი მუქარა სამხედრო მოქმედებების განახლების უკრაინელების რაღაც ნაწილში თქვათ ისეთი ზეწოლა იქნება რომ აირჩიონ უფრო რუსეთისადმი ჭყალებში დამყოლი კანდიდატი. ეს ერთი. მეორე რა თქმა უნდა ომის გაჩერება გამოიწვევს, ნუ ის ეკონომიკური საკითხები წარმოჩინდება, ეკონომიკური პრობლემები წარმოჩინდება. მეორე მხრივ ომის სამხედრო მოქმედებების შეჩერება რა თქმა უნდა ნელ-ნელა შეაჩერებს დასავლეთის ეს გარდაუვალია ეს ჩვენ სხვაგან გვინახავს დასავლეთის სურვილს რომ ხა ეკონომიკურ რეაბილიტაციაში რაღაცა მონაწილეობა იქნება, მაგრამ ისეთი თქვათ გადაუდებელი და სასწრაფო ასე ვთქვათ განწყობა შეიძლება აღარ იყოს და შესაძლოა ესეც პრობლემატურია და ნუ დანარჩენი ახლა ის რომ ეს დემობილიზირებული ტრავმირებული ჯარისკაცები რომ დაბრუნდებიან ემიგრაციის პრობლემა ვისი ოჯახი წასულია ვინ დაბრუნდება ან შიდა თქვათ სოციალური ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური პრობლემები ცალკე საკითხია. შესაბამისად, უამრავი გამოწვევა ელოდება, რა თქმა უნდა, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგაც, მაგრამ ეს ცეცხლის შეწყვეტაც ჯერჯერობით არსად არ ჩანს, იმიტომ რომ რასაც ჩვენ ვკითხულობთ გაზეთებიდან და რასაც ჩვენ ვუყურებთ, ის კაცი რუსეთის პრეზიდენტი არ აპირებს ცეცხლის შეწყვეტას, სანამ ესე იგი, ან რუსეთის შეერაგებული ძალები არ დაიკავებენ დონბას, რაც დღესდღეობით ხო აი იმ ტემპით რაც მიმდინარეობს, კიდე რამდენიმე წელი შეიძლება დასჭირდება, თუ რაღაც არ მოხდა, შეიძლება რაც თქვათ მის გათვლებშია, რომ ადრე თუ გვიანი უკრაინის ფრონტი უნდა ჩამოიშალოს და მათ გაუადვილდეთ, რასაც ასევე ალბათ ამერიკელებს ეუბნებიან, რომ თუ უკრაინელებს არ მიაწვევით, რომ ჩვენ ეს
დონეცკის ოლქის დანარჩენი 20% დაგვითვალ გაცილებით დიდ სამხედრო ესკალაციაზე წავალთ, ალბათ ამ შეიძლება ამ სიგნალსაც უგზავნიან ამერიკელებს და შესაბამისად და უკრაინელები არ და ვერ მოახდენენ თქვათ ამ დონეცკის ოლქის ნებაყოფლობით ევაკუაციას, იმიტომ რომ ეს ახლა ჯერ ერთი სამხედრო თვალსაზრისით გამაგრებული ნაწილია, მეორე რუსებს ჯერ ეს არ აუღიათ და რატომ უნდა მიცენ და მესამე პოლიტიკურად ეს წარმოუდგენელია უკრაინის მთავრობა, რომელიც ამას ესე საკუთარ მოსახლეობას სურვილი ქონდეს გამოუცხადებს, რომ ხვალ ესე იგი ჩვენ ვახდენთ ახლა სლავიანსკის და კრამატორსკის ევაკუაციას. შესაბამისად ეს ურთულესი საკითხი და შესაბამისად ცეცხლის შეწყვეტა არ ჩანს. მადლობა ძალიან დიდი. გიორგი ხატიაშვილი გვერდებოდა ახლა ჩვენ მისისიპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი გიორგის თავმჯდომარებით. დავით ჯავანაძე